ციხესიმაგრე. დღეს მნიშვნელოვანი ეტაპია ინვესპიაში. 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ კრიპტოვალუტის ბირჟის მშენებლობა, რომელიც სამუდამოდ აამაღლებს გლობალური ფინანსების ტრაექტორიას. მადლობა ყველას, თავმდაბლობით ვაცხადებ, რომ გადავაჯარბეთ ჩვენს ძლიურ საინვესტიციო მიზნებს. მე ღრმად ვაფასებ ინვესპიას, თითოეული პარტნიორის ნდობას, მეგობრობას და მხარდაჭერას. ახლა ვიცი, რომ ეს ცოტა კლიშე გახდა ტექნოლოგიურ სამყაროში, მაგრამ ეს არ არის ჰიპერბოლა. როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ სამყაროს შეცვლის პროცესში ვართ, როგორც ვიცით, ასეა. ხო, ძმაო. ნამდვილი კლიშე ხარ. სამიზნე მოძრაობს ლოდინის რეჟიმში ვარ. დარწმუნებული ვარ გაინტერესებთ ჩემნაირი სიმპათიური ბრიტანელი აქ რას აკეთებს. კარგი მეგობარო, ეს შესანიშნავი ადგილია ქალების გასაცნობად. მე ვამბობ ამას. და ეს შესანიშნავია, იქამდე სანამ იცი თუ როგორ მართო. GPS-ი ყველაფერს აკეთებს, მართალია. რაც მშვენიერია, მანამ სანამ შუაგულში არ მოხვდები, სადაც ის არ მუშაობს. ვფიქრობ, ხვდებით, რასაც გელაპარაკებით. იმედია იცით, სადაც მიდიხართ. გამარჯობა. სად მიდიხართ? ხო. როგორც ჩანს, ეს არის შემდეგი შესახვევი მარცხლივ, დაახლოებით 3 მილის ზემოთ. ბარგის გარეშე მოგზაურობთ. დიახ, აქ მხოლოდ საქმიანი შეხვედრისთვის ვარ. ისე შეგიძლიათ დამელოდოთ? ვეცდები 3 საათისთვის გამოვიდე. რა თქმა უნდა. ალბათ ხომ არ მოგიტანოთ? რძე, შაქარი? არა, არ ველოდები. ეს ლიმუზინი არ არის. კარგი. იმას გულისხმობ, როგორ უნდა ავიღო სხვა შეკვეთა. GPS-ი თუ არ არის. არ ვიცი, მეგობარო, ეს რაღაც წინასწარ უნდა დაგეგმო. არ გგონია? მართალია. კონტაქტი დავკარგეთ. გამარჯობა, რობერტ. დღეს მშვენიერი დღე არა? ო, არის. დილა მშვიდობისა, ბატონო. დღეს როგორ გრძნობთ თავს? კიდევ ერთი დღე 60-ში. საინტერესო ზარი მივიღეთ. საინტერესო? თქვენი შვილისგან. მასთან საუბარს არ ვაპირებდი, მაგრამ ის სტუმრად მოდის. ყველაფერი კარგადაა? მისი რეისი უკვე დაჯდა. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ. კეით, ბაზაზე წადი. გესმის? პულისზე წადი. დიახ, გასაგებია. ღამურის გამოქვაბულთან კონტაქტზე არიან. მზად ხართ ამისთვის? ყველა მომისმინეთ. მისია მარტივია. ჩუმად შედიხართ და ჩუმადვე გამოდიხართ. გაანეიტრალეთ ყველა, ვინც გზაზე გადაგეღობებათ. ყველა ცოცხალი კი ბოსს მოუყვანეთ. გასაგებია? დიახ, სერ.
დავიწყეთ. ღმერთო ჩემო. ეს რა არის? მეგობარო, აქ მითხარი რომ მომეყვანე. რა საჭიროა ეს ყველაფერი? გამარჯობა, გთხოვთ ბატონო, თქვენი მანქანის ძრავა გამორთოთ ბატონო. ეს არის კერძო საკუთრება, დაუშვებელია უნებართო მანქანები ჩვენს ტერიტორიაზე. კარგი, მელოდებიან. მე მქვია პოლ მაიკლსი. შეიძლება თქვენი უსაფრთხოების წვდომის საბუთი ვნახო? უსაფრთხოების წვდომის საბუთი? მე აქ მამაჩემის სანახავად ვარ. უგაცრავად ბატონო მაიკლს, ყველა ვიზიტორს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების წვდომის საბუთი. მოხუცებულთა თავშესაფარში ეს ხომ სასაცილოა. გამარჯობა. გამარჯობა მეთიუ. ეს კაცი სერიოზულად ამბობს. მართალი ადევნე? მიღებულია. ძმაო, დარწმუნებული ხარ რომ გინდა აქ დაგტოვა? ფიქრობ. არა უშავს, მისტერ მაიკლსი უფლებამოსილია. დიახ, ქალბატონო. ბიჭი, შენი მეგობარია? ჯერ არა. ეს რა ჯანდება იყო? ტერმინატორი ბრუნდება. მისტერ მაიკლ, თქვენ თავისთავად შეგიძლიათ შეხვიდეთ. მხოლოდ თქვენ. ძმაო, საიდანაც მე ვარ, ლამაზმა ქალმა გადამარჩინა. ეს იღბლის ნაწილია. ნამდვილად ერთი ნაბიჯია შენგან, ჩემო მეგობარო. ჩვენთვის ცნობილია ბოლო ადგილმდებარეობა. წავედით. კეით ტეილორი, მე აქ დირექტორი ვარ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მის ტეილორ. მის ტეილორი უფრო უმცროსი სკოლის მასწავლებლად ჟღერს. კეითი დამიძახე. რა შუაშია ფორტ ნოქსის რუტინა, კეით? უბრალოდ ფორმალობაა, მისტერ მაიკლს. კარგი, თუ შენ კეითი ხარ, მაშინ მე პოლი ვარ. საკმაოდ სამართლიანია. შენზე ბევრი მსმენია, პოლ. მართლა? რა გსმენია? მამა შენის ძალიან ამაყობს. ხო? ერთსა და იმავე კაცზე ვსაუბრობთ? მე გაგაცილებ. აბა, რა ადგილია ეს? იმას გულისხმობ, რომ მეგონა ეს მოხუცებულთა თავშესაფარი იყო. რა შუაშია მსვლელები? ისინი საკმაოდ სერიოზულად უყურებენ თავიანთ სამუშაოს, ისევე როგორც უნდა იყოს. იდეალური გზაა განტვირთვისთვის. განტვირთვისთვის მოსაწვევი? მარკეტინგული ენაა. საერთო ჯამში ჩვენ გვყავს კორპორატიული პარტნიორების ქსელი, რომლებიც შესთავაზებენ პროგრამებს თავიანთ აღმასრულებლებს. მეგონა თქვი, რომ მამაჩემი წლები აქ ცხოვრობს. სიმართლეა, ძალიან ცოტა გრძელვადიანი მაცხოვრებელი გვყავს. ვერასდროს არ მოვიდგენდი, თუ მამაჩემი ასეთ ადგილას იცხოვრებდა. როდესაც პატარა ვიყავი, მას არასდროს უყვარდა გარეთ გასვლა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ორს საკმაოდ ბევრ რამეზე გაქვთ სალაპარაკო. ისევ არაა სიგნალი. არა უშავს. შორს ვერ წავიდოდნენ. ხელში ჩავიგდებთ მაინც. არ გაგაფრთხილეს აქ ცუდ სიგნალზე. არა. 500 წელს თავდაპირველმა არქიტექტორებმა მას ენერგეტიკული მორევი უწოდეს. და ეს რას ნიშნავს ზუსტად? სულიერი განკურნებისთვის ხელსაყრელი სფერო. ძალიან მეცნიერულად ჟღერს. მეცნიერული ახსნა ის არის, რომ არსებობს იშვიათი რკინის მადნის დიდი კონცენტრაცია, რომელიც ერევა ელექტრომაგნიტურ ტალღებს. სატელიტური კავშირი თითქმის შეუძლებელია. სატელიტური ტექნოლოგიების სამყაროში მას მშობლიურ მკვდარ სივრცეს უწოდებენ. ბავშვობაში NASA-ში კარიერას ვგეგმავდი. გატაცებული ვიყავი ცის მიღმა ადგილით. იცი? გააკეთა ეს. დედა ჩემი მუსიკის მასწავლებელი იყო, მამა ჩემი სამედიცინო მოწყობილობებს ყიდდა. ასტრონავტობა მემკვიდრეობაში არ არის. საშუალო განათლება მეც მაქვს მუსიკაში.
რა ხდება? გამარჯობა, მადლობა გაჩერებისთვის. სხვა არჩევანი მქონდა? მომისმინე, ჩვენ დეას სპეცძალების ჯგუფის ნაწილი ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება. ჩემი დახმარება? დია. შეგიძლიათ მითხრათ თქვენი ბოლო მგზავრის მისამართი? მისმინე, მეგობარო, მისამართებს ვერ მოგცემ. ძალიან სასწრაფოა. ის კაცი, რომელიც ახლახან მიიყვანე. მას ძალიან მომაკვდინებელი ახალი სინთეზური ნარკოტიკი გადააქვს. მისმინე, მეგობარო, არ მინდა ჩარევა. მართლა, მაგვიანდება. გაციეთ მანქანა, წასვლა მინდა. სერიოზულად ბიჭებო? სერიოზულად არ გამოვიყურები? ხო, მაგრამ მეგობარო, კომპანიას უნდა დაელაპარაკოთ ასეთი სახის ინფორმაციისთვის. სამსახურს დავკარგავ. შენ სამსახურზე ბევრად მეც დაკარგავ, მეგობარო. მისმინე? მისამართი არ იყო. ბიჭს ფურცელზე ჰქონდა მითითებები. სულ ეს არის. სხვა არაფერი მახსოვს. დაფიქრდი. ჯანდაბა. კარგი. ეს არის დაახლოებით 10 მილი ქვემოთ საზღვრის მე-12 ხაზზე. მარცხნივარის გზა, არანაირი ნიშანი. მარცხნივარის დასაგები გზა. ეს უბრალოდ უასფალტო გზა. იქ არის ჭიშკარი, იღება კარიბჭისკენ. შეიარაღებულები არიან? ხო. მადლობა დახმარებისთვის. დაელოდეთ მკაცრად ფორმულირებულ ელფოსტას DEA-ისთვის. მე ვიცი ჩემი უფლებები. უთხარი შენს პარტნიორს. არაფერი პირადული. მოიცადე. გთხოვ, ნუ მიიღებ ამას არასწორად, მაგრამ მაინტერესებს როგორ აღმოაჩინე, რომ მამა შენი აქ იყო. ჩვენს მოსახლეობას ხელი მოწერილი აქვთ ფალსიფიცირებული მთის ანონიმურობაზე, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი პირობაა. ბოდიში ცნობის მოყვარეობისთვის. დარწმუნებული ვარ, საიდუმლო არ არის. დიდი ხანი არ გვილაპარაკია. ადვოკატი, რომელიც მართავს დედაჩემის ოჯახურ ქონებას დამიკავშირდა. დარწმუნებული ვარ, უხარია შენი ნახვა. მართლა? დიახ. კარგი მატყუარა არ ხარ, კეით. კარგი, გულწრფელად რომ თქვათ, ის სრულიად შოკირებული იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაუხარდება შენი ნახვა. ყველანაირი ხელსაყრელი პირობა გვაქვს. აუზე, სამიზნე დიაპაზონი. დინარე თავზიცავსა და ზაფხულის თვეებში იმდენი შვილიშვილი, დეიშვილი და ძმისშვილი, ეს ხდება იდეალური სათამაშო მოედანი. თქვენ ძალიან ახდაცებული ხართ ამ ადგილით. ო ვარ. ჩვენ გვაქვს ჩვენი სასადილო. მიშლენის ვარსკვლავიანი შეფებით და უამრავი გარე საქმიანობა. იოგა და ტაიჩი. და წიგნის კითხვის კლუბი. ისე ყველა ძალიან ბედნიერი ჩანს. როგორც ჩანს, ყველაფერს კარგად აკეთებ. და უამრავი მწერი. უცნაურია უფროსო. მე არ მაქვს მთელი ტყის ხედი. რაღაც შავ ხვრელს გავს. ძღოლმა თქვა, რომ უსწორმასწორო გზის ბოლოს ჭიშკარი მთავრდება. უცნაურია. ამის როკა არ მაქვს. ახლა ხეებში გაიხედე კარგად? საზღვარი შემოღობილია. დიდი ადგილია. რა ადგილია?
რამდენიმე იდეა მაქვს, მხოლოდ ერთი გზაა გასარკვევად. გაინძარით. როგორც ჩანს, სამიზნე რაღაცნაირში გადავიდა. ნულოვანი ხილვადობა და სავარაუდოდ არ არის გარე კომუნიკაცია. კავშირის დასასრული. შეაღწიეთ და დაიცავით სამიზნეები. გამოიყენეთ ნებისმიერი საჭირო საშუალება. სამიზნეები ცოცხლად უნდა აიყვანოთ. გზაში ვარ. გასაგებია უფროსა. ეს არის გრძელვადიანი მაცხოვრებლების კოტეჯები. ცოტა უფრო ფართო და ბევრად უფრო იზოლირებული და აი ისიც. სასიამოვნოა შენი ნახვა, პოლ. გამარჯობა, მამა. კარგი, მარტო დაგტოვებთ. მადლობა, კეით. შემოდი. დაისვენე. მოდი. დაჯექი. კარგად გამოიყურები, მამა. თავს ვუვლი. კარგია, უფრო დიდხანს იცაცხლებ. ასე ამბობენ. პრერიის ხედით გაყიდული სახლი ვნახე. მიყვარდა ის სახლი. იქ კარგი დრო გვაქვს გადარებული. ბიძია ბილი, ანდეი და კეთი ხომ არ დაგიკავშირდნენ? არა, მას შემდეგ რაც დედა შენი გარდაიცვალა. მამა, შენ გაუჩინარდი. წლების განმავლობაში ვცდილობდი შენთან დაკავშირებას. რთული დრო იყო. კარგი, ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ყველა გააქრო შენი ცხოვრებიდან. და გაუჩინარდე, ვიცი, რომ ემოციურად რთულია დაკრძალვის შემდეგ. მაგრამ ეს 3 წლის წინ იყო. უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი ერთად გადავლახოთ. ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ. ხო, არის რაღაც, რაზეც მინდა დაგელაპარაკო. მაგრამ ჯერ საპირფარეშოში შემო, წინააღმდეგი თუ არ ხარ. ხედა უსაფრთხოების კამერას, კავშირის დასასრული. აქ რისთვის მივდივართ, უფროსო? მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ნათელია. შეგიძლია ამის გაკეთება, პოლ? შენ ამას იმსახურებ. კარგი. გსმენია კრიპტოვალუტის შესახებ, მამა, ციფრული აქტივები.
ბიტკოინის შესახებ. არა? კი, რა თქმა უნდა. მინდა გაჩვენოთ თუ როგორ ახორციელებს ჩვენი ბაზარი ტრანზაქციებს რეალურ დროში, ისევე როგორც საფონდო ბირჟა. რეალურ დროში არა? კარგი. მიხარია აღელვებული რომ ხარ. რა? აქ Wi-Fi არ არის. ეს ჩემი კომპანია. ინვესპია. ინტერნეტში როგორ შეხვედი? ყველაფერი შიგნით არის. შემიძლია ინტერნეტში ოკეანის ფსკერიდან შემოსვლა. იცი, მე ვცხოვრობდი და ვსუნთქავდი ამ კომპანიით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ჩვენ მოვახდენთ რევოლუციას ფულთან ურთიერთობაში. ჩვენ გვაქვს 10 წლიანი საგზაო როკა, რომელიც არა მხოლოდ გააძლიერებს ინვესპიას როგორც ინდუსტრიის ლიდერი კრიპტოვალუტაში, არამედ როგორც მთავარი მოთამაშე ფინანსურ ბაზარზე. ძალიან მიხარია შენს გამოშვილო. რა გაქვს მან ფისუნიაკადა? მაგნიტური პლასმასის ნაჭერი. ასწორებს კამერის სიგნალს. არ აგზავნის ტექნიკის გაუმართაობის გაფრთხილებას. ჩემ სიგნალზე ალფა არა აცილო. ქალბატონო გარნერ, კამერა გაითიშა. მოკლე ჩართვა გვაქვს. დაწყევლილი ამბროზიის ხოჭოები ღეჭავენ სადენებს, უბრალოდ გათიშათ ამ დროისთვის. კარგი. იცით რა? გაგზავნეთ ჩრდილოეთის სასაზღვრო საპატრულოში შესამოწმებლად. გასაგებია ქალბატონო. ალფა გუნდი წადით. ჯონს გესმის? ჯონს მოდის საბაზო ბანაკში. გესმის? ჩვენ გვაქვს ჩვენ გზაზე პრობლემა შევეჯახეთ. საკვანძო ინვესტორი გაყვანილია ცუდ დროს. ბირჟის მიყვანა დესტაბილიზაციის ზღვარზეა. ცუდად ჟღერს. რა ვარიანტები გაქვთ? ჩვენ გვჭირდება ნაღდი ფულის სწრაფი ჩაბანდება. შეჩერების უფსკრული, სანამ არ დავასრულებ მომლოდინე სტრატეგიულ შერწყმას. რამდენი? 5 მილიონი. 5 მილიონი. გგონია 5 მილიონი მაქვს? ეს რა არის? მოკლევადიანი სესხის საბუთები. რა, მემკვიდრეობის? გამოიცანით დედაჩემის ოჯახის მიწა. ხუმრობაა? ადგილობრივია, დაიგავეთ თქვენი პოზიციები. მესამეზე გადადით. სანდრა. რა ჯონს, შენი ხმა წყდება. გესმის? სანდრა, გესმის? გამარზე იარაღი აქვს. მოიცადეთ. მე მაქვს სრული უფლება ავიღოს სესხი ჩემი მემკვიდრეობის სანაცვლოდ. ჯერ არ არის შენი, ამიტომაც გთხოვთ დახმარებას. აქ მხოლოდ ფულისთვის მოხვედი. უნდა მცოდნოდა. შენ გაუჩინარდი, 3 წელია შენგან არაფერი მსმენია, არავის მსმენია. სისულელე. არაფერი იცი. აბა რას ვაკეთებთ? რა გეგმა გვაქვს? ავიყვანთ, როდესაც მეორედ მოვა. ეს კამერა მალე აღდგება. სჯობს საზღვარზე ნახვეთი ნახოს, ვიდრე 9 ოფიცერი. გასაგებია.
დედა შენს არასდროს სურდა ეს ფული. მან ზურგი აქცია ოჯახს და არა მე. რატომ? ჩახლა რთულია. დიახ, ცხოვრება რთულია, მამა. მით უმეტეს თუ ამას არ გაურბიხარ და არ დაიმალები. მისმინე, ეს ჩემი ბოლო შანსია. ყველაფერი, რაც მეავაშენე, იშლება. კარგი ადამიანები დაკარგავენ სიცოცხლის დანაზოგს. ვიცი, რომ რამდენიმე წელი რთული იყო, მაგრამ ცხოვრებაში პირველად მჭირდება შენი დახმარება. შენ არ გესმის. არა, ყველაფერი მესმის. მთელი ჩემი ცხოვრება გვერდით ამყავდი. შენთვის სამუშაო ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. მე უნდა მესწავლა თუ როგორ გამختارიყავი კაცი, მაშინაც კი როცა დედა ავად გახდა. მარტო დამტოვე მის მოსავლელად. ამიტომაც გამოიტანე ძველი ფოტოალბომი, ხო? გავიხსენო ვინ ვარ? ეს დიდი შეცდომა იყო. სანდრა, მოდი. თითქმის დროა, ჩემი ცვლა დასრულდა. ეს კაცი უნდა ავიყვანოთ. პოზიცია გეკავას. ხვრელია იმ საზღვარზე. პრობლემა გვაქვს? პრობლემა არა უფროსო. გვერდით დგას. მომისმინე, ყოფილვარ მსგავს სიტუაციებში მთავრობა აყენებს ამ ხაფანგებს. თუ ღილაკსდის დააჭერენ, ჩვენ ყველანი მკვდრები ვართ. მე ვამბობ, რომ ჩვენ ახლა დავიჭერთ იმ დედანადირებს. ამის დედაც წავედი მე. რა ჯანდაბას აკეთებ ჯარისკაცო, უკან დაიხიე. სისულელეა. სანდრა? ბაზა, პრობლემა გვაქვს. საზღვარი? საზღვარი? რა სჭირს საზღვარს, ჯონს? ჯონს, კამერა ჩაერთო, გესმის? ჯონ, შენს უკან. ჯანდაბა. მის გარნერი. რა მოხდა? ჯონს სულ თვალთვალებდნენ. მათ მოკლეს ის. ვინ? რა? ეს ვინ ჯანდაბა? ამის დედაც. გაუშვით შავი კოდი. ახლავე. სასწრაფოდ უნდა ჩავკეტოთ. თუ ვინმე ამ გუნდიდან მისიიდან გავა, უყოყმანოთ მოგკლავთ. მეორე შანსი არ არის. ჩვენ უნდა დავიყოთ. გესმით? შევიჭრათ კოტეჯებში და ცოცხლად დავიცვათ სამიზნეები. ყველა საჭირო საშუალებით. მოდით დავიწყოთ. მისი ხომ გაიგეთ, წავედით. რაზე ფიქრობდი? ეს იყო საშინელი შეცდომა. ვიცოდი, რომ აქ არ უნდა მოვსულიყავი.
მაგვირდებოდი? რა თქმა უნდა. შენ ჩემი შვილი ხარ. ანუ იცოდით ინვესპიას შესახებ, მაგრამ მაინც მომეცით საშუალება რომ მომეყოლა? ო, საყვარლობა იყო. ბედნიერად იყავი. აბა კარგად. მე ამას გავაკეთებ. ხელს მოვაწერ. მადლობა, მამა. მაგრამ ჯერ უნდა დავილაპარაკოთ. ეს რა ჯანდაბაა? საგანგებო გაფრთხილება. რა სახის? უბრალოდ დამშვიდი. ბურღია. ეს რა ადგილია, მამა, მართლა? რთული ასახსნელია. რთული? რთული ასახსნელია. მიდი, დაარტყი. დაარტყი, კარგია, მიდი. წყალი ხომ არ შემოგთავაზოთ? იმოძრავე. კარგი? ეს რა, გასროლა იყო? დიახ. რა ჯანდაბაა, მამა? აქ დარჩი. გავხედავ. ეს ხმის დამხშობია? მალე დავბრუნდები. სად არის ეს? წადი შენი, არაფერს გეტყვი. სად? წადი შენი. მადლობა. პოლი შიგნით არის. გასაგებია. ციხესიმაგრეში მიდი. მამა სად არის? მოდი მივდივარ. არა, რა ხდება, ქეით? ციხესიმაგრეში უნდა მივიდეთ. კოდიშავი. კოდიშავი? რა არის ციხესიმაგრე? საგანგებო თავშესაფარია. საგანგებო? მამა ჩემის დასახმარებლად უნდა წავიდე. მან ალბათ არც კი იცის როგორ გამოიყენოს ეს ნივთი. ეს მამა ჩემი იყო? მოდი, უკნიდან გავდივართ. მაკნეილ, დიახ უპროსო, მთავარი განყოფილება ითხოვს სარეზერვო საცხოვრებელი სახლის შემოწმებას. დასახმარებლად მივდივარ, არავინ შემოუშვა. გასაგებია. სად არის მაიკლსი? შტაბ-ჭდილების ქვეშ ვარ. მეც ასევე. ეს ხალხი რატომ ეძებს მამაჩემს? თქვენ უნდა გკითხოთ მას, ბო. აქ მდინარე გადის. ყურადღება, საეჭვო მანქანა უახლოვდება ტერიტორიას. ნებისმიერი აგრესიის დროს სროლის ნებართვის მოთხოვნა. ნებართვა მიღებულია ცეცხლის სურვილისამებრ. მიღებულია. მიდი მეგობარო, ნაბიჯიც გადმოდგი. რა? გებიცები ახლა ხანს რაღაც გავიგე.
არა უშავს. არა უშავს. დამუხტვა ერთ წუთში განეიტრალდება. რა არის? და იზერვითა. დამელოდე. ახლავე დავბრუნდები. კეით. ეს რა ადგილია? გარნერმა თქვა, რომ ტრანსპორტს გამოგზავნიან. უკვე გამოსული უნდა იყოს. გაჩერდით. უბრალოდ დამშვიდი, კარგი? ნუ მოძრაობ. არასწორ ვინმე შეთამაშებით. მამა? მუხლებზე დადექით. მართლა? მზად ხარ უყურო შენი ბიჭის სიკვდილს, მაიკლს? ახლავე მოვკლავ ამ ორ დედანატირებს. მისმინე? მე ამას არ გავაკეთებდი. ამის დედაც, ბატონო, შესანიშნავი დარტყმა. ჯანდაბა ვისურვებდი, რომ ჩემი კამერა თან მქონოდა. მადლობა დროზე მოსვლისთვის. დიდი სიამოვნებით, ბატონო. საყვარელი წყვილიც? ჩვენ არ ვართ. დროზე უნდა წავიდეთ. წავედით. კარგად ხარ, პოლ? ხო, კარგად ვარ. ამას ხედავ. ციხესიმაგრეზე ადი. მოდი ხარ? არა, ხალისობ. ჩემი ძმა. სერიოზულად? წამოდი, მან ეს მიწა ყველაზე უკეთ იცის. გარდა ამისა, შენი შეყვარებულია აქ. მზად ხართ? ჯობს მოემზადოთ შეყვარებულებო. შემდეგი გაჩერება ციხესიმაგრე. ბოდიში. ნუ ღელა. დროულია, ხიარულება გველის. ჯანდაბა. მიყვარს ეს სიმღერა. მიყვარს. Motherfucking tattoo. Run around barefoot, no motherfucking shoe. Getting hollered at by random ass dude. ბოლო გაჩერება შეყვარებულებო. მადლობა წამოყვანისთვის. მოდი ხარ? არა, ფიქრობ წრეს დავარტყავ. ვეცდები კიდევ რამე უბედურება ვიპოვა. ფრთხილად, არ ვიცი ვინ არიან ეს ბიჭები, მაგრამ ნავარჯიშები არიან. ეს ჩემი პირველი როდეო არ არის, კალბატონო, შენ ხომ შენს მეგობარ ბიჭზე იზღონებ. ჩვენ არ ვართ. ო, რა თქმა უნდა. დამეხმარე. შენ შემდეგ. კეით ტეილორი მეათე დონის დახურა.
მადლობა. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება ციხესიმაგრეში. მთელ სივრცეს აქვს გამაგრებული ფოლადის სხივის ჩარჩო და 18 დიუმიანი ბეტონის კედლები. ის განსაზღვრული იყო 100 ადამიანისთვის. ესე იგი ეს არის მოხუცებულთა თავშესაფარი. ზუსტად არა. ტექნიკურად შეცდომაში შეგიყვანა. გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე მე სინამდვილეში ბრიტანელი არ ვარ. მე ამერიკელი ვარ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ბრიტანულ აქცენტს უფრო ზანდოდ თვლიან. ასევე, ეს თავდაპირველად აშენდა როგორც საიდუმლო სამხედრო კომპლექსი. სამხედრო? ეს ხსნის მთელ უსაფრთხოებას, მაგრამ მამა ჩემი რატომ? დღესდღეობით ეს არის ადგილი CIA-ის ოპერატიული თანამშრომლებისთვის, რომლებიც პენსიაზე გავიდნენ. ეს მათ შანსს აძლევთ იცხოვრონ ნახევრად ნორმალური ცხოვრებით. უსაფრთხო აღარ იქნება? ეს არის ლაზარეთი. მოდი დაგათვალიერებინებ. უფროსო, აქ კიდევ ორი გვამი გვაქვს. ყველაფერი კარგად გამოიყურება. კარგად ხარ? ჩვენ გვაქვს მცირე იარაღის უსაფრთხოების დანართი. გადაუდებელი პროტოკოლი ფორტ ბეიკერში. მოტოციკლით დაახლოებით 2 საათის სავალზე. ანუ ეს ყველაფერი დახურული წრიული შიდა კომუნიკაციაა. როგორ ეკონტაქტებით ფორტ ბეიკერს? ჩვენ ვიყენებთ ინტრანეტის ქსელის სისტემას. პოლ, მინდა გაგაცნოთ ჩვენი ოპერაციების ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ბარბარა დოფსი. პენსიაზე გასული რა თქმა უნდა. სასიამოვნოა. ბოდიშ გიხდით ვიზიტის შეფერხებისთვის, მაგრამ დიდი ხანია ვიცნობ ამაშენს. საიდან იცნობთ? გენერალ დოფსის სიცხელ ზონას უახლოვდებიან. გარნერ, გუნდი პოზიციაზე. გასაგებია. მოდი დავამთავროთ ეს სისულელე. დაღარეთ იარაღი, დაღარეთ! ვიბრძოლოთ, ბიჭება. საბოლოო გაფრთხილება, დაღარეთ იარაღი. კარგი. ერთი წუთით. ჯანდაბა, დაბრუნდი. ჯანდაბა. ჩასაფრებულები არიან. კიდევ ერთხელ გაიმეორე. ჩასაფრებულები არიან. დაბრუნდი, უკან დაიხიე. გაიძიეთ ხალხო. დროულია უფროსა. მოდით გავაკეთოთ ეს. ვინ არიან? წარმოდგენა არ მაქვს. ეს ფრედერიკ ბალზარია. მამა, ეს შეუძლებელია. ის არის რა უნდა? მე. ჩვენ გამოვიყვანეთ ელიტარული ყოფილი დელტა ძალების სერჟანტი ტყის დასაზვერვად. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ის ადგილი, საიდანაც სნაიპერები ისროდნენ. ის იქნება ჩვენი ტუზი, რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ რა ხდება იქ. მე დაგტოვებთ. და რაც შეეხება სახმელეთო ეკიპაჟს,
ჩვენ აღმოვაჩინეთ 7 თერმოგამოსახულებით და ვნახოთ რა სიპოვის სერჟანტი ბლეინი ტყეში. ჩვენი ინტერნეტ შეტყობინებების სისტემა გათიშულია, საცობში იქნებიან. ჩვენ ვერ მივახწევთ ფორტ ბეიკერს მხარდაჭერისთვის. დროზე მაინც ვერ მოვიდოდნენ. ჩვენ უკან დავხიეთ დაცვის ძირითადი ძალები დამხმარე შენობაში ჩვენს ჩრდილოეთით. რამდენი დარჩა? 5 დაცვის თანამშრომელი და სერჟანტი ბლეინი. ასე რომ ისინი მარტო არიან ახლა. სათანადოდ ვერ ვაფასებთ სერჟანტ ბლეინს. ის აქ იმიტომ არის, რომ დღისით დიქტატორი მოკლა. იქნებ გვითხრათ, ვინ არის ეს ბალზარი, რათა მაგარი გეგმის შედგენა შევძლოთ. რაც უნდა იცოდეთ ისაა, რომ ის ცნობილი კრიმინალია, რომელსაც წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. რობერტს ისგან რა უნდა? მეტი სულელე აღარ, მამა. მითხარი რა ხდება? დიახ, მე ვიყავი CIA-ის აგენტი 30 წლის განმავლობაში. რას აკეთებდი? ფინანსურ ბაზრებს უყურებდი. ევროპაში ყოველ შემთხვევაში ეს იყო ჩემი ფოკუსი. ხუმრობ? მთელი ჩემი ცხოვრება გლობალური ფინანსებია. და სულ ეს გააკეთე? ბაზრებს უყურებდი? განეიტრალეს ის. ანუ დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხალხს კლავ, ხო? და მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ყიდდი MRI აპარატებს საავადმყოფოებისთვის. წუხვა რომ მოგატყუე. შენ არ მენდობოდი. პოლ, ეს სამსახურია. მინდოდა მეთქვა. დედა მიცოდა? რა თქმა უნდა. ასე რომ ეს ადგილი არის ერთგვარი სამთავრობო სამალავი? უფრო ძველი ოპერატიულების ადგილი, როგორიც მე. ვისურვებდი, რომ უბრალოდ გეთქვა. გაუჩინარების ნაცვლად. მეც. მე მოგცემ კოდს. ჭირდება რომ გახსოვდეს. თან ზუსტად. მას შეუძლია გადაარჩინოს შენი სიცოცხლე. მეორე პოზიციაზე ვარ. ის დატენილია და მზადა უფროსო. მზადება ცეცხლის გასახსნელად. გასაგებია. მოდი პატარა. კარგი, აი სათხარ. მოდი. გითხარი გაისრო ლეგი არაყი ჯარისკაცა. კიდევ ერთი ცუდი ბიჭი მოვკალი ხალხო. როგორც ჩანს ვუგებ 4-3.
დაითვლიან. ბლინმა კიდევ ერთი სნაიპერი მოკლა გორაზე. კარგი ამბავია. ახლა გვეიცებ დარდობ. გეთახმები გენერალო. დაწესებულება დროებითი დაცვისთვის შეიქმნა მტრის თავდასხმებისა და სტიქიური უბედურებისგან, მაგრამ ბალზარმა კონტაქტი დაამყარა გენერალო. მასთან დამაკავშირეთ. მისტერ ბალზარ? მე არ მიგეთითებთ. მართალია, რივიერა ჩემს გემოვნებას უფრო უხდება. და რატომ გაქვთ ჩემი ერთ-ერთი რადიო? შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მისი წინა მფლობელი ვეღარ გამოიყენებს მას. ახლა მე აქ ვუყურებ მის მკვდარ გახრწნილ გვამს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საზიზღრობაა. კმარა სიამოვნება. მე ძალიან ნაწყენი ვარ თქვენზე და თქვენს მთავრობაზე. ეს თქვენი მთავრობაც არის. თუ დაგავიწყოთ თქვენი ამერიკული დაბადების მოწმობა. მე ამ გაერთიანებაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი. მე ახლა მსოფლიოს მოქალაქე ვარ. შემიძლია გაგზავნოთ ჩვენ შესაბამის განყოფილებაში, მაგრამ გაფრთხილებთ, ფრედერიკ. გრძელი სია. მაპატიე რომ თავაზიანად არ გავიცინე შენს მცდელობაზე, გენერალო. მაგრამ არ ვარ სიცილის ხასიათზე. უზარმაზარი თანხა მოიპარეთ ჩემი ბიზნესიდან. ფული, რომელიც მე არ მეკუთვნოდა, ფული, რომელზეც ჩემი კლიენტები პირადად მე მაგისრებენ. პასუხისმგებლობას. კარგი, ეს ძველი ამბავია. ეგ ჩემ ცოლს უთხარი, რომელიც ციმბირის ჯოჯოხეთის ხვრელშია დატყვევებული. იცოდით, გენერალო, რომ ყოველ დღე იგივე რუსი ბრბო მიგზავნის ჩემი ცოლის ახალ ვიდეოს. ერთი ვიდეო უნდა ნახოთ. მხოლოდ ერთი ვიდეო. გპირდები. არ გაგეცინებათ. ეშმაკთან ურთიერთობა მგზით სახიფათოა. სასაცილოა, საკმაოდ კომიკოსი ხარ. ეშმაკი ლაპარაკობს. შემიძლია დაველაპარაკო ჩემს ძველ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს, ჩემს პირად იუდას? რობერტი აქ არ არის და ფულიც გაქრა. შესწორება. წავიდა. სანამ არ ვიპოვე. სიჩუმე, მიყვარს ეს ხმა. მართალია, ვიპოვე. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ჩაკეტილია იმ პატარა ელექტრონულ სკივში, ციფრული ოკეანის ფსკერზე და უბრალოდ იცდის. უბრალოდ იცდის, სანამ არ გახსნიან. ხომ ხედავ? ეს მშვენიერი რამაა ფულის შესახებ. ასე არ ფიქრობ, გენერალო? მომთმენია. ძალიან მომთმენია. მიყვარს ის. ახლა უბრალოდ რობერტი მჭირდება, პატარა მეკობრე, რომ გავხსნა. ეს შეუძლებელია. საკმარისია საუბარი, გენერალო. ან შენ გარკვიე, ან გზაში ვარ. ეს არ მოხდება. კი, გპირდები რომ ასია. გარდაუვალია. შენს კარზე დავაკაკუნებ. ერთადერთი კითხვა მაქვს შენთან, გენერალო. შენს მხრებზე იქნება, თუ ვერ გაარკვევ. რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს? კიდევ. მამა, რა იყო ეს ყველაფერი? 6 წელია. იმ ნაბიჯურის დაჯერას ვცდილობდი. მის შიდაწრეში შევახციე. აი სად ვიყავი, როცა დედა შენი კვდებოდა. ჩემ თავს უთხარი, რომ სწორად მოვიქეცი. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. არა, ეს ასე არ იყო. კეითი მართალია. როცა რობერტმა ნაბიჯი გადადგა, ეს ბრწყინვალე იყო. მან გაანადგურა ბალზარის საბრუნავი კაპიტალი. 600 მილიონი გაქრა, ერთი ღილაკის დაჯერით. ამან ხელი შეუშალა იარაღის გარიგებას, ნარკოტიკების გაშვებას
ადამიანებით ვაჭრობას და მან სამართალდამცავებს მისცა საშუალება ამოისუნთქათ. თუ ის ამ ფულს იპოვიდა, ჩემი კარიერა ჩაფლავდებოდა. ის აქ არ იქნებოდა უკვე რომ ქონოდა. მან ჩაძირული ანგარიში იპოვა, ვირტუალური საგანძური გასაღების გარეშე და თulis რომ რობერტი ერთადერთია, ვისაც მისი გახსნა შეუძლია. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. ისინი აქ ჩემთან ერთად მოვიდნენ. აქამდე უნდა გამომყოლოდნენ. ეს ჩემი ბრალია. შენი ბრალი არ არის. არის. ადრე თუ გვიან. მაინც მიპოვნიდა. მე ზიზღებ ამის თქმა, მაგრამ ისინი ალბათ როგორც ბერკეტს ისე გამოგიყენებენ. ამას არ დაუშვებ. მოემზადე, ის მოდის. ამ გზით წავიდეთ. უმბარა. უსაფრთხოების ჯგუფი განეიტრალდა. ყველაფერი სუფთაა. ესე არისთვისა. უბრალოდ ვიცოდეთ, ვინ უნდა ვეძებოთ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება. კარგი აზრია. თუმცა არ მგონია, რომ იქ ძალიან ბევრ ცოცხალს ვიპოვით. უნდა ვცად. იცი ის ბილიკი, რომელიც მდინარის გასწვრივ მიდის? თუ ტყეში 200 მეტრზე შეხვალ, წააწყდები დამალულ ტყვიებს. რატომ მეუბნები ამას? უბრალოდ წინათ გრძნობა. კარგი, მათ ჩვენ მჭირდებით. მოდი, წავიდეთ. ბალზარის გუნდმა ჩვენი ბოლო დასაყრდენი გაარღვია. ეს იყო ჩვენი ბოლო შეიარაღებული მცველი. დიდი ხანი არ დარჩა, სანამ ის დაქირავებულები კარზე არ მოგვიკაკუნებენ. მაგრამ ჩვენ დაცულები ვართ. ციხე 70 წლის წინ აშენდა. მას შემდეგ გასაფეთქებელი მოწყობილობები განვითარდა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ საკუთარი თავის დასაცავად. რატომ უნდა იყოს ეს ასეთი რთული? მარცხენა ღილაკის სადე. როგორ ვერ შევამჩნიე? ამ დღის ბრალია. როგორ უმკლავდები? რას? თითქმის რომ მომკლეს თუ იმის გაგებას მთელი ჩემი ბავშვობა ტყუილზე რომ იყო დაფუძნებული. დიდი ხანი არ გვისაუბრია. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგაც კი. არც ერთი ჩვენგანი ნამდვილად არ დებს ძალისხმევას. ახლა მაინც მივხვდი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო. მე და რობერტის მსგავსი ადამიანები ვირჩევთ ამ ცხოვრებას. და სანამ ჩვენი საყვარელი ადამიანების ფასს გავაცნობიერებთ, იმდენად ღრმად გვაქვს შეტოპილი, რომ ვერაფერს ვაკეთებთ. გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, მაგრამ მე არასოდეს შემხვედრია ესეთი ადამიანი, რომელიც ისიამაყობს თავისი ოჯახით, როგორც მამა შენი. გინდა გითხრა, ბოლოს როდის დამირეკა? 3 წლის წინ. დედაჩემის დაკრძალვის შესახებ მითხრა.
უკაცრავად გენერალოდებს. მათ სამეთაურო ცენტრში სჭირდებით. უთხარი რომ მალე მოვალ. მამა შენს მოუწია შენთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, რათა დაცული ყოფილიყავი. ამ ყველაფერთან ერთად ნამდვილად ხედავ რატომაც. მაგრამ მას ყოველდღე ენატრებოდი. Miss Garner. ისინი აქ არიან. კარგი. მოდი პოზიციები დავიკავოთ. სამი, ორი, ერთი, აფეთქება. არის საქმე? არის? არის როლა. შეიარაღებული არ ვარ. ზადიღავით? სად არიან თქვენი მეგობრები, ბატონო მაიკლს? საევაკუაციო გასასვლელში. საევაკუაციო გასასვლელში? იქ, ზემოთ. დაყარეთ იარაღი. ნელა. გამოგიჭირეთ. დაყარეთ იარაღი, ჯარისკაცებო. ეს არ გააკეთო. გაუშვი, ბოდიში გარნერ. გამოგიჭირეთ. ღმერთო, იმედი მაქვს რომ ღირდა. შენთვის შეინახე ეგ მონოლოგი. ამდენი ხმაური. რობერტ. გამარჯობა, რობერტ. მიხარია შენი ნახვა. ეს შენი შვილია? გგავს. ცოტა უფრო მეტადაც კი. მომიცი ზემოთ, მაგრამ ახლა, ვლად, ასევე გწევით სტუმრებს, ხო? გაუშვი რა. რა დაემართა მის სახეს? შენს დახმარებას ცდილობდა. ბოდიშკი ხდით უსიამოვნო გამოხედვისთვის, რობერტ. მისმინე, არ ინერვიულო ამ ბატონებთან გარიგებადავდე, რომ ყოლა გავა აქედან. გარნერი. არსად მიდის შენი წყალობით. თავს შორს დაიჭერთ მისგან. გითხარი, თავს შორს დაიჭერთ მეთქი. გაიღვიძე, პოლ. ჯოჯო ხეთური დღე იყო რა? იმას გულისხმობ. თავი წყლიდან გამორიყულ თევზად უნდა იგრძნო. არ არის მოდური სუშის ჯოხი ან სოიოს რძის ლატე.
გაჩერდი, უბრალოდ გაჩერდი. ის ამ ყველაფერთან კავშირში არა. მაგრამ ასეა, რობერტ. იმ მომენტში, როცა შენ მიხალადე, იმ მომენტში, როდესაც 600 მილიონი მოიპარე, შენ პოლი აქ ჩააყენე. შუაში. რა? სისტემიდან გამოვარდი. რაღაცა არასწორია. კავშირი არასტაბილურია. უსაფრთხოების ჩართვას იწვევს. სისტემა თulis რომ ბანძი ჰაკერი ხარ და ფიქრობს რომ მართლა ესეთი ხარ. მამა შენი სასლი ხარ. აბა, როგორ გამოვასწოროთ? სატელიტურ კავშირს არიყენებთ იმ ხელა სიმძლავრით, რომელიც თავისი ორბიტის მაჩვენებელზეა დაკავშირებული. ასევე ერასდროს მიიღებთ საკმარისად ძლიერ კავშირს. გამოსავალი რა არის? ტალღამფრენი. რა? აზრზე არა რას ამბობს. ულისის? თხოვთ. თავი დაანებეთ. 10 წამი გაქვს. გთხოვთ, სიტყვის წარმოთქმისთვის. ეს არ უნდა გააკეთო. 9. უბრალოდ გამიშვიდ და ნება მომეცით გამოვიყენო. 2. გთხოვთ. 2. სწორედ აქ ჩემს ჩანთაშია. მას მე მივხედავ. ვლად. ულისის? გთხოვთ, ამორს მიხედეთ. სოფია? ადეკი. მოდით ეს ბატონები მეორე ოთახში გავაცილოთ. გვაჩვენებ, პოლ. თქვენ ორი მან დარჩით, სადაც ხართ? კომფორტულად დაბრძანდით? ახლა? გთხოვთ? ამიხსნათ ეს. როგორც უკვე გითხარით, მას ტალღამფრენი სჭირდება. პროტოტიპი, რომელიც მე შევქმენი. სატელიტთან დასაკავშირებლად ასლის ნაცვლად ის ვრცელდება საკუთარი ინდივიდუალური სიგნალის შესაქმნელად რეგიონალური უჯრედული კოშკების წრიდან. შენზე არა. აქ არა. ეს არის ოფლაინ დახურულის ციფრული საფულე. ეს არ არის სტანდარტული ფულადი ანგარიში, ეს არის კრიპტო. მამა ჩემმა შექმნა ეს საფულე. მაგარია. ჩვენ ახლა თქვენი საყვარელი მოხუცი მამის კოდი გვჭირდება. დაწავალთ. ეს არც ისე ადვილია. ახლა ფრთხილად. ფრთხილად იყავი. ხედავ ამას? დამასკოს ფოლადი. ეს მართლა საკმაოდ ლამაზი, ასე არ ფიქრობ? მე კი. იცი, ყელი რომ გამომეჭრა. დაინახავდი სისხლს. როგორ დაიღრებოდა შენი ყელიდან იქამდე, სანამ რამეს იგრძნობდი. კარგი. შეიძლება რაღაც ვთქვა. გთხოვ? ხელს არ შეგიშლი. თქვენ რეალურად გჭირდებათ გასაღებით ციფრულ აქტივებზე წვდომისთვის, მაგრამ კრიპტოს გაცვლა სტანდარტულ ფიატის ფულში არც ისე ადვილია. ის უნდა იყოს განთავსებული კრიპტოვალუტის ბირჟაზე და აქტივები გაყიდულია მყიდველებზე, მაგრამ ამას სჭირდება სიღრმისეული რეგისტრაციის პროცესი და ზედამხედველობა ბირჟის ცენტრალური ორგანოს მიერ. მყიდველების პოვნას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რომ აღარაფერი ვთქვა ტრანზაქციაზე, რომელსაც დიდი დრო სჭირდება ამ ტიპის მოსულობის დასამუშავებლად. კარგი. ვფიქრობ, იღბალია, რომ მე მთავარი ინვესტორი ვარ მოწინავე კრიპტო ბირჟაზე. მართლა? რომელი? მას ინვესპია ჰქვია. ეს ჩემი კომპანია. რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ? ვინკო კორპორაციები, Blue Point Global, Kilni Partners
LLC. რომელიმე მათგანი ნაცნობად ჟღერს, მხოლოდ რამდენიმე ფონდი ჩემი ფულის ბაზრიდან, რომელიც კრიპტოში ხდება. შეუძლებელია. მე შევხვდი ყველა იმ ფონდის მენეჯერს. დიახ. ეს არის ლეგიტიმური საინვესტიციო ფონდები. ისინი უბრალოდ ჩემი კონტროლის ქვეშ არიან. მაგრამ არ ინერვიულო, ვიცი რაზეც ფიქრობ. ვაპირებ მხარდაჭერა განვაგრძო. ხედავ, ძალიან კარგად ხარ იმაში, რასაც აკეთებ. თუმცა ბევრი რამ არ მესმის. ყველაფერი შექმნილია. შენ აქტიურებ 600 მილიონ ციფრულ აქტივებს ინვესპიას ბირჟაზე. მე უკვე მყავს მყიდველები ტრანზაქციის დასრულებისთანავე. და შემდეგ უფლებას მისცემ ნაღდი ფულის გადარიცხვას ინვესპიადან საზღვარგარეთის საბანკო ანგარიშზე. ასე მოხდება ყველაფერი. ასე რომ ელოდებოდი, რომ ინვესტიცია მოგეღო საჭირო დროს. რადგან იცოდი, რომ სხვა გზა არ დამრჩებოდა გარდა მამაჩემისთვის ფულის სათხოვნელად მოსვლისა. პაული, მომავალზე იფიქრე ტრანზაქციის საკომისიოებზე. ინვესპია მომენტალურად შეაგროვებს რამდენიმე წამში. შენი კომპანია, შენი დაუყოვნებლივ შეაგროვებს საჭირო თანხას. დამზადდა შემდეგი ევოლუციისთვის. მე ამას ვხედავ. მე და შენ პარტნიორები ვიქნებით და ახლა საუკეთესო ნაწილი. აქედან შენ ცოცხალი გახვალ. ახლა საკმარისია დროის დაკარგვა. მინდა მამა შენი დაარწმუნო, გასაღები რომ გადმოგცეს. თქვენ უკვე გააკეთეთ. კოდს მოგცემ. მინდა რომ ზუსტად დაიმახსოვრო. ის შენ სიცოცხლეს გადაარჩენს. ახლა რას ვაკეთებთ? რას ველოდებით? კარგი. ყიდველის ყველა ტრანზაქცია დასრულებულია. ახლა გადარიცხე ფული ოფშორულ ანგარიშზე და დავასრულეთ. არ შემიძლია. 15 წუთის განმავლობაში არა. ნუ დაიწყებთ ახალ თამაშს, როდესაც პირველს უკვე იგებ, პოლ. ინვესპია ვალდებულია მყიდველი 15 წუთიან სესიაზე გაატაროს ყველა აქტივის შესყიდვისთვის თანხის გადანაწილებამდე. სისულელეა. იპოვე გამოსავალი. ან მე ვიპოვი. ის ჩადვირთულია პროგრამულ უზრუნველყოფაში, სავალდებულო შესასრულებლად. ამასობაში მე, კეითი და მამაჩემი აქედან წავალთ. რა? აქედან გავალთ. და როდესაც უსაფრთხოდ ვიქნებით, გადაცემის უფლებას მოგცემ. სხვა შემთხვევაში ფული ისევ ჩაიკეტება, მაგრამ გასაღების გარეშე. მას მოვკლავ გარიგებას თუ ჩაშლი. თქვენ მაინც მოვკლავთ ყველას. არა, თუ ითანამშრომლებ. სიტყვის კაცი ვარ, მეც ასევე. ვიცი, რომ შენს გუნებს შეუძლიათ მithვალთვალონ ნებისმიერ დროს.
მე მოწადინებული ვარ, რომ ინვესპიას წარმატება ნებისმიერი საშუალებით მივაღწევინა. ეს კი გარანტიას იძლევა, რომ კომპანიის ნათელი მომავალი ჰქონდეს. ორივე სარგებელს მივიღებთ. რატომ გაუშვა ხელიდან შანსი? ჩემს თავს მახსენებ, პოლ. მაგრამ რობერტ კარტერ მაიკლსი ჩემთან არ რჩება. თავის ვალს მოიხდის. შეთანხმებას არ ექვემდებარება. ულისის გთხოვ, პოლი და ჩვენი ახალგაზრდა ქალბატონი გააცილე ობიექტის პერიმეტრამდე. როდესაც იქ იქნება, მოგცემთ ავტორიზაციის კოდს. შემატყობინე. შემდეგ კი მოგცემ უფლებას, რომ გაუშვა ისინი. ხედა? სიტყვის კაცი ვარ. მამა ჩემის გარეშე არ წავა. პოლ, უბრალოდ წადი. წადი. მიყვარხარ, მამა? მეც მიყვარხარ, შვილო. ახლა წადი. რა საყვარლობა. ხელები შეუკარით. შეანელეთ. საბოლოოდ მარტო დავრჩით. კომფორტულად ხარ? ისე ეს არ ემთხვევა შენი კანის ფერს, ისე როგორც ჩემსას, მაგრამ ამას გავაკეთებ. გასწავლი. ხო, მართალია. ჩემგან ვერავინ ვერ იპარავს. ის მოკლავს, როდესაც იმას მიიღებს, რაც სურს. მზად იყავი. ამის დედაც. ჯანდაბა. თითები შემიშუბდა. ხედავ რა გამიკეთე. რა დამართა შენ მასახემ. ასე განაგრძე. დავწმუნდები, რომ შენი სიკვდილი მტანჯველია. შენა ბიჭვარა. ბროდერიკ, წადი ყინული დაიდე. მე მივხედავ. კარგი. ყინული გინდა? რობერტ. ეს რატომ გააკეთე? შენ ერთადერთი ღირსეული ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ. მათ აქ დამტოვეს, რობერტ. არაფერი პირადული. უბრალოდ აქ ყოფნა აღარ შემიძლია. გარეთ უნდა გავიდე. ყველაფერს აუფასურებ, რისთვისაც თავი გავწირე.
ჩემი მეუღლის ბოლო დღეებიც კი. ამისთვის ბოდიში, არ შემიძლია. აქ დარჩენა არ შემიძლია. ინტერპოლი მას თვალყურს ადევნებს, როდესაც ის ევროპაში დაეშვება, ისინი მას აიყვანენ. რა თქმა უნდა. წუხარ. ძლიერი იყავი. ძლიერი. კარგი. მიშველეთ. ღვთის გულისთვის ადექი რა. დამეხმარეთ. გითხარი ადექი მეთქი. ახლა შენ და რობერტი რაზე საუბრობდით? უბრალოდ ძველ დროს ვიხსენებდით. გახსენება რა. ისე როგორც ამბობენ, ცხოვრების გაგება მხოლოდ უკუღმაა შესაძლებელი, მაგრამ ამისთვის სხვისი ცხოვრებით უნდა იცხოვრო. ამასობაში ასაფეთქებლებიც გამზადდა. ულისის რა მდგომარეობაა? ჩემს გარდა ამას არავინ პასუხობს? ულისის გესმის? ფრედერიკ, ერთი წამით გთხოვ. წადი იპოვე ისინი. ამ თას არავინ დატოვებს. გასაგებია. შენს როტოილერებს რატომ უშვებ? იმას გულისხმობ, რომ შენ თანხმება გქონდა. ისე ვფიქრობ, ჩვენ ორივე ახლა მივიღეთ რამდენიმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. რაზე ლაპარაკობ? ნამდვილად არაფასებდით ჩემს ურთიერთობებს ევროპაში არა და დაგავიწყდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. რა? ამერიკელებს არავინ ენდობა. რაღაც სექსუალური არა, როგორც ჯანდაბა ვკვდები. ჯანდაბა. მოაშორეთ მისი სხეული აქედან. პირსახოცი გააქვს? ძალიან მაგიზიანებდა. კარგი დროა უკვე. თვალი ადევნე ანგარიშებს, თვალი ადევნე კომპიუტერს. გასაგებია უფროსო. უნდა მომეკალე. უნდა, შეიძლებოდა. ეს თუ უკეთესად გაგრძნობინებს თავს, შენ შეუერთდები შენს ბიჭს, პოლს, შემდგომ ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან. მთელი ოჯახი ერთად ბედნიერ დასასრულად მეჩვენება. ბოლო სიტყვა? დიახ. არ მჯერა რომ ასეთი სულელი ხარ. როგორი?
ყველა ტრანზაქცია საბოლოოა. შენი ფული წავიდა. შენი და შენი შვილის გულისთვის იმედია ცდები. თვალები დახუჭეთ, სერ. თუმცა თვალები შეჩვეული გაქვთ, სერ. ყველაფერი ააფეთქეთ და დაახვიეთ აქედან. ძალიან გააბრაზეთ, არა? უჩემოთ მოიწინეთ, სერ. მადლობა რომ დაბრუნდი. ჯანდაბა, ხუმრობთ? ამას არ გამოვტოვებდი. თაფლობისთვის შემდეგ ამდენი მხიარულება არ მქონია, სერ. არ ვიცოდი დაოჯახებული თუ იყავი. მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა, მაგრამ ღმერთო რა კვირა იყო? როგორ ხარ? კარგად. ერთი წუთი მომეცი? მე ვაპირებ აქედან წასვლის შემდეგ ბურგერები ვჭამა. მოგწონთ ბურგერები? ახლა? ჯოჯოხეში შევხვდებით ნაბიჯვარო. ჩემ შულს უნდა დავეხმარო. მე დაგაზღვევთ. ლუდი ჩემზე იყოს. ჯანდაბა, დიახ. ასე იყოს. გაიგეთ ნაბიჯვრებო. დალევის დროა. თქვენი დედაც. ულისის მითხარი რომ ჯერ კიდევ ყავს პოლი. ულისის. ულისის. შენი დედაც. როგორც ამბობენ, ცხოვრების გაგება მხოლოდ უგუღმა შესაძლებელი. მაგრამ ამისთვის სხვისი ცხოვრებით უნდა იცხოვრა. სწორია. დამავალებ. ჩემი ცოლი გადაარჩინე. მან საკმარისად იტანჯა ჩემი ცოდვებისთვის. გთხოვ, რობერტ. შესრულებულია. აქ არის.
მარაგი უნდა ავიღოთ და შემდეგ დანიშნულების პუნქტამდე მივალთ. მამა ჩემის გარეშე აქედან არ წავა. არც მე. ორივეს გარეშე აქედან არ წავა. მუხლებზე. ახლავე ნაბიჭრება. ახლა საიმონი ამბობს, რომ ხელები თავზე დაიდოთ. ძალიან კარგი. უბრალოდ დაგვნებდი. ყველა შენი მეგობარი მკვდარია. კარგად ხართ? მანქანა გარეთ არის. დაბრუნდით. ეგ ჩემი მანქანაა რა, კარგით რა. არ დამელოდოთ ხო? ადვილად დაივიწყეთ ის ბიჭი, რომელიც ყველას იცავდა. ფაქტიურად მთელი დღე. არა პრობლემა. უბრალოდ აქ დაუჯდები და ველოდები პოლიციელების მოსვლას. ჩემს ახალ მეგობართან ერთად. უბრალოდ უთხარით მათ, რომ ეძებონ ყველა დაღუპული დაქირავებული მებრძოლი. მოკლაში რომ დავეხმარე. უმეტესობის.
know when it click through. Tradition is about to be a slow beat run. Everybody know the drop when I'm in it. Drop the top when I'm in it. Everybody drop when I'm in it. Yeah, I go so good. Everybody know I'm on. You know when it click through. Tradition is about to be a I'll be coming up hot for a minute. Everybody know the drop when I'm in it. Drop the top when I'm in it. Everybody know the drop when I'm in it. Yeah, I go so good. Everybody know I'm on. You know when it click through. Tradition is about to be a slow beat.